მეგობრებო, ის რასაც ახლა ნახავთ და მოისმენთ შესაძლოა ბევრს არ მოეწონოს. გახსოვთ მახარას ვიდეო, მისი და აშის ვითომ ეპიკური ვოიაჟი ჩერნობილის ატომურ ზონაში. რას იფიქრებთ თუ გეტყვით, რომ ეს ვიდეო არის კლასიკური მონტაჟური აფიორა? დიახ, სიმართლე იმაზე მარტივია, ვიდრე გაიფიქრეთ. დღეს მე წარმოგიდგენთ რკინის არგუმენტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მახარას და აჩის ჩერნობილი სინამდვილეში ოკუპირებული აფხაზეთია. დღეს მე დაგიმტკიცებ, რომ მახარას ვლოგის დიდი ნაწილი გადაღებული არა უკრაინაში, არამედ გალში, ოჩამჩირესა და სოხუმში. დიახ, არ მოგესმა. მოემზადე, რადგან ის დეტალები, რომელსაც ახლა წარმოგიდგენ, თქვენ ყოველგვარ ეჭვს გააქრობს. მაშ ვიწყებთ. მაგრამ სანამ დავიწყებთ, თუ ასეთ დეტექტიური ვიდეოები მოგწონს, გამოიწერე არხი და დააჭირე ზარის გლეხს, რადგან აქ ხშირად ვაანალიზებთ ინტერნეტში გავრცელებულ უცნაურ ვიდეოებს. დავიწყოთ აეროპორტიდან. არგუმენტი პირველი. პირბადის პარადოქსი. მახარას ვიდეო იწყება თბილისის აეროპორტში. საეჭვო კაც უკეთია პირბადი, რაც გვაფიქრებინებს, რომ გადაღება 2021 წელს პანდემიის პიკში ხდება, მაგრამ როგორც კი კადრი კიევზე გადადის, კოვიდი ქრება. დაკვირდით კიევის ქუჩებს, ხალხმრავალ კლუბებს, გოგონებს, რომლებსაც მახარა ესაუბრება. არავის, არც ერთ ადამიანს პირბადი არ უკეთია, არც დისტანცია, არც შეზღუდვები. თუ უკრაინაში კოვიდი ერთ დღეში დაამარცხეს. რა თქმა უნდა, არა. სიმართლე ისაა, რომ უკრაინაში ჩასვლა 2021 წელს ძალიან შეზღუდული იყო, პრაქტიკულად შეუძლებელი, ხოლო ჩერნობილი ტურისტებისთვის საერთოდ დაკეტილი იყო. იქ შესვლა უცხოელი ვლოგერებისთვის პრაქტიკულად გამორიცხული გახლდათ. კიევის კლუბებში კი მაშინ იმ პერიოდში ასეთი გართობა ხომ აბსოლუტური სისულელეა. აქ ყველაფერი ცხადია. მახარამ აიღო კიევში მოგზაურობის ძველი კადრები და მას მიაბა ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებული ახალი მასალა. ეს არის მარტივი ხრიკი, შეურიო სიმართლე სიცრუეს და მაყურებელს ერთიანი ვოიაჟის ილუზია შეუქმნა. და რატომ მაინც და მაინც აფხაზეთი? ამას ჩვენ უფრო დეტალურად ახლა მოვყვებით. არგუმენტი მეორე, ბუნება. დავაკვირდეთ ბუნებას. მახარამ მოგზაურობას ვითომ ჩერნობილში ტყეში იწყებს. დააკვირდით იქ სახლის ირგვლივ მცენარეულობას. უკრაინის ჩრდილოეთით ჩერნობილის ზონაში შერეული ტყეებია. მახარას კადრში კი ხედავთ ხშირ თითქმის ტროპიკულ სიმწვანეს, რომელიც სახს გარს შემორტყმია. ფოთლების ფორმა, სიმწვანე და ჰაერის ტენიანობა, რომელიც კადრებში ჩანს, მიუთითებს, რომ ეს შავი ზღვის სანაპირო ზოლია. ჩერნობილში ზამთარი მკაცრია და ასეთი მცენარეები მსგავს ზამთარში ფიზიკურად ვერ გაძლებენ. ეს არის აფხაზეთისთვის დამახასიათებელი ბუნება. ასეთია ზღვისპირა ზოლის ნოტიო სუბტროპიკული ფლორა. მსგავსი ბალახი და ბუჩქნარი, რომელიც ასე აგრესიულად იზრდება მხოლოდ აფხაზეთის სანაპიროზეა. და ეს არ არის უკრაინული ზომიერი კლიმატი. არგუმენტი 3. ესტონელები. ახლა შეხედეთ იმ სახლის კონსტრუქციას. ის არ გავს ტიპურ უკრაინულ ხატას. ის უფრო ჩრდილოეთ ევროპული, კერძოდ ესტონური სტილის ნაგებობას მოგვაგონებს. და ბევრმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთში მე-19 საუკუნიდან არსებობდა ესტონური დასახლებები, მაგალითად ესტონკა. ეს ხალხი იქ საუკუნეზე მეტხანს ცხოვრობდა და თავისი კულტურა და არქიტექტურა ჩაიტანა. ომის შემდეგ ესტონური სოფლები თითქმის მთლიანად დაიცალა. როგორც ჩანს, მახარამ აფხაზეთში სწორედ ერთ-ერთი ასეთი მიტოვებული ესტონური სახლი გადაიღო. ახლა კი გადავიდეთ ნივთებზე. დააკვირდით ბლოკნოტს. მახარა გვეუბნება, რომ ეს ჩერნობილელი ინჟინრის ნივთია, მაგრამ დაფიქრდით. სახლში, სადაც ესტონელები ცხოვრობდნენ, გვარი და სახელი რუსიფიცირებული იყო და ეს ყველა მიცის. და ზოგადად პავლოვიჩი ესტონეთში ყველაზე პოპულარული გვარების ათეულში შედის. თავად შეგიძლიათ ამის გადამოწმება. საეჭვო კაცმა ალბათ იფიქრა, რომ ეს ესტონური გვარები სლავურად ჟღერდა და უკრაინას მივაწერდით, მაგრამ მახარამ ის არ იცოდა, რომ ჩვენ ამას გადავამოწმებთ. სახელი ალექსანდრე პავლოვიჩი და ის ძველი ფოტო, სადაც გოგონა სკოლის ფორმაშია, ესენი სწორედ იმ ესტონური ოჯახის ნივთებია, რომლებმაც აფხაზეთი 90-იან წლებში ომის გამო დატოვეს. რაც შეეხება ვინილის ფირფიტებს, რა უნდა და ვინილის მდიდრულ ფირფიტებს ჩერნობილის მუშების ქალაქში. ბიჭო, ფინი ხო არ წავიხოთ. სინამდვილეში ეს არის იმ ინტელიგენციის ნივთები, რომელიც აფხაზეთის იმ ნაწილში ცხოვრობდა. მახარამ იპოვა აფხაზეთში მიტოვებული ეგზოტიკური ესტონური სახლი, რომელიც თავისი მოწყობით მართლაც გავს ჩერნობილის სცენარს და სადა ჩვენთვის ის პრიპიატიდან გადმოტანილ კადრებად შეესაბამება, მაგრამ ბუნებას და არქიტექტურას მახარა როგორ მოიტყუები? შენ ზღვის ჰაერს უნთქავდი და არა რადიაციულს. მომდევნო არგუმენტი, სკოლა აფხაზეთში. მოდი ახლა იმ სკოლის შენობას დავაკვირდეთ, სადაც მახარა რადიაციულ დასხივებას თამაშობს. აქაც დეტალები ისევ აფხაზეთისკენ მიგვითითებს. დააკვირდით შენობის ფასადს. ეს არის ტიპური საბჭოთა აგურის სკოლა. ჩერნობილში, პრიპიატში სკოლების უმეტესობა უფრო
მასიური კონსტრუქციის იყო. ხოლო ეს კონკრეტული სტილი კი ცნობილი იყო აფხაზეთის სოფლებსა და დაბებში. დააკვირდით კედლებს, ის აქერცლილი საღებავი და ჩამსხვრეული ფანჯრები რადიაციისგან კი არ არის ასეთი, არამედ იქ ომის კვალია. არგუმენტი მეხუთე. ახლო აღმოსავლური შაშვი. ახლა უნდა ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე გენიალურ არგუმენტზე. გახსოვს ის მომენტი, როცა მახარა სკოლის დერეფანში ნაპოვნ მკვდარ ფრინველს ნახულობს, რასაც რადიაციას აბრალებს. დააკვირდით კადრებს, ეს არის მუქი, თითქმის შავი ფერის შიტი. ხო და ხელოვნურმა ინტელექტმა მოახერხა ამ ჩიტის სახეობის გარკვევა.